ცრუ ხილვებით ეშმაკები ერთობიან. ერთმა კეთილმა ქრისტიანმა სახელად დემოსმა ძიზმრად ნახა, რომ ერთგან მიწის ქვეშ ტაძარი იყო დამარხული. დილით თანასოფლელები გააღვიძა და ხილვა უამბო. წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებულნი მიადგნენ სიზმრად ნანახ ადგილს, გათხარეს და ეკლესია მართლაც იპოვეს. ამ ამბავმა დემოსი გააამპარტავნა. ჰოი დემოს, შენ ღვთის რჩეული ხარ, ეუბნებოდა გულის თქმა. დემოსი პროფესიით მშენებელი გახდა და სამუშაო დათმოს ავატოპედის მონასტერს ეწვია. აქ დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა ევდოკიმეს, რომლის წმინდა ნაწილები სასწაულებრივად აღმოჩნდა მონასტრის სასაფლაოზე. მისი ცხოვრების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. დემოსმა კი დაიჩემა, ეს წმინდანი ალბანელია, ბრტყელი თავის ქალა აქვს. გარდა ამისა, გამომეცხადა და თვითონ მითხრა, რომ სტიკიდან არის და ნათესავადაც მერგებაო. შეშფოთდნენ მამები, გააფრთხილეს კიდევ თუ გამოგეცხადა, ჯვარი გამოისახე და გაქრებაო. სწორედ იმ დროს ათონს ეპისკოპოსი ალექსანდრე როდოსტოლელი ეწვია. როცა ამების თაობაზე აზრი ჰკითხეს, განსაჯა და დაასკვნა, რომ დემოსის ხილვები ჭეშმარიტი იყო. ამან დემოს ფრთები შეასხა. ისე გაამპარტავდა, რომ სქელტანიანი წიგნიც კი დაწერა, სადაც დაუჯერებელ სასწაულებსა და ხილვებს ყვებოდა. წინასწარმეტყველებდა ომსა და წმინდა კონსტანტინეს დაბრუნებას. არა, ეს ღვთისგან არ იქნება, ეს რაღაც სიგიჟეა. მოდი მამა დანიელს ვკითხოთ აზრი, თქვენს მამებმა. გაიღეს ხელნაწერი და კატუნაკის უდაბნოში წავიდნენ. კითხვა დაიწყო თუ არა? მამა დანიელი ყველაფერს მიხვდა. ეშმაკები ერთობია, უთხრა ბერებს. შემდეგ სასწრაფოდ დაწერა წერილი, სადაც წმინდა მამათა სწავლებასა და ცხოვრების ეპიზოდებს მოიხმოვდა და ვატობეტის მონასტერში გაგზავნა. დემოსმა ღირსი მამის პასუხი რომ გაიგო, საშინლად განისხდა. როგორ ბედავს მამა დანიელი წინააღმდეგობას, როცა თვით ეპისკოპოსმა აღიარა ჩემი ხილვების ჭეშმარიტებაო. მაგრამ განდეგილი ამ წერილს არ დასჯერდა და დემოსისთვის ლოცვა დაიწყო, რათა ხილვები შესწყვეტოდა. მოგვიანებით ვატოპედომა მამებმა როგორღაც მოახერხეს და დემოსი მამა დანიელს მიჰგვარეს. ღირსმა მამამ კიდევ ერთხელ შეაგონა ცდუნებული, რამაც ამპარტავანი უარესად განარისხა. მაგრამ მალე თვითონვე დარწმუნდა ღირსი მამის სიმართლეში, რადგან მას ხილვები შეუწყდა. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ კი მამა დანიელს სამადლობელი წერილი გაუგზავნა.